კონგრესს შემუშავებული აქვს და ესე იგი არა მარტო დღეს საერთოდ ადრეც იყო ეს წარდგენილი, მაგრამ დღეს უფრო ფართოდ ყველაფრის გათვალისწინებით წარმოგიდგენთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას. ამ დოქტრინას წარმოადგენს სულის ჩამდგმელი კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება როგორც შეეფერება იმერელ კაცს, სადაც დაიბადა, გაიზარდა დავით აღმაშენებელი, ემსახურება მხოლოდ ერთ პარტიას, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო, საქართველო. ხო, ბატონო თემო. მე წარმოგიდგენთ ძალიან დიდ პიროვნებათა მიერ შექმნილ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას. ეს დოქტრინა იწერებოდა მერაბ ბერძენიშვილის სახში, რეზო ჩხეიძის მონაწილეობით, არნოლდ გეგეჭკორის, გიგა ბათიაშვილის, რეზო ბალანჩივაძის, გივი თოიძის, ომარ მხეიძის, ტარიელ ხარხილაურის, რომან გუროვას, თემურ გუგუშვილის და ძალიან ცნობილ მეცნიერთა მონაწილეობით. თავის მოსაზრება აქვს გამოთქმული ჭაბო ამირეჯიბსაც, უხრან მაჭავარიანს უთქვამს რამდენიმე სიტყვა მასთან დაკავშირებით და მგურამ დროჩანაშვილს კიდე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ასეთ სახით ჩამოყალიბდა ეს დოკუმენტი. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. ილია ჭავჭავაძე. განმარტებისთვის აქ წარმოუდგენელია მომავლის საქართველოს უპირველეს საკითხთა ჩამონათვალი. დოკუმენტი შედგა მეცნიერების მონოინიციატივით, საზოგადოებასთან ფართო დათათბირების შედეგად მისი მიღება მოხდება საერთო სახალხო რეფერენდუმით, მისი შეცვლა და ნებისმიერი პუნქტის ამოღება ან მისთვის ახალი რედაქციის მიღება ხდება ასევე საერთო სახალხო რეფერენდუმით, დოქტრინას საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის ახალ კონსტიტუციას. აქ განხილვის შემდგომ ჩვენ ამ დოკუმენტს წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტში. დოქტრინის ძირითადი პოსტულატები. ჩვენ ვაღიარებთ, რომ გლობალიზაცია არის კაცობრიობის განვითარების ობიექტური კანონზომიერება და ეს უნდა იქნას მიღებული როგორც რეალობა. ჩვენი მიზანია ამ რეალობაში ქვეყნის შესაძლებლობათა სრული კონცენტრაცია ეროვნული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება განვითარებისათვის. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულმა წლებმა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო სრულად ვერ მოგცა ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის ყველასათვის სასურველი იქნებოდა ჩვენი ისტორიისა და მომავლის გათვალისწინებით. საქართველო კატასტროფულად აგვიანებს გახდეს სტაბილური სახელმწიფო. ეს შეიძლება იყოს ან თავისთავად, ესე იგი, სტაბილური სახელმწიფო რო ვერ გახდა, ამას რეალურად ხედავთ ჩვენ ყველანი და ესე იგი იგულისხმება გარეთ მიმართებაში ჩვენ გამუდმებით ან საომარ მდგომარეობაში, ან წინასაომარ მდგომარეობაში ვართ, შიდა მიმართებაში გამუდმებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც უკვე მთელ საზოგადოებას მოედო და პერმანენტული ხასიათი მიიღო. ხელისუფლების განდევნისათვის ბრძოლა, რისი პრეცედენტის დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე ეტაპზე შევქმნით. შედეგად, ერთი მხრივ ერი, რომელიც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუზერენია, ვერაფრით ვერ გახდა ქვეყნის პატრონი, მეორე მხრივ საზოგადოება ვერ შეიძინა სამოქალაქო ღირსებისა და სამოქალაქო პროტესტის გზნობა. ჩვენ არ მოგწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის. დასაბამი უნდა მიეცეს მეცნიერული და ეროვნულ სახელმწიფოებრივი პოლიტიკური აზროვნების შერწყმას. უნდა დაინერგოს პრინციპი ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტესშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულებებით ცხოვრობდა, არ შეიძლება 21 საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულებებს და აფეტიშებდეს სხვისას. ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს ის თუ როგორია ქვეყანაში დამოკიდებულება ნიჭისა და ინტელექტისადმი. მომავლის საქართველოს სრულად უნდა იყოს ორიენტირებული
ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციაზე და მიზნად უნდა იქნას მიჩნეული საქართველოს როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანა. ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ წარსული შეცდომების გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირება დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესს და ზრდების სახელმწიფო. მეცნიერთა კონგრესის მიერ წარმოდგენილი ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა არის სწორედ ეროვნული ინტერესების გამომხატველი მთავარი დოკუმენტი, რასაც ადასტურებს აქ ჩამოთვლილი კონკრეტული პუნქტები. პირველი, საქართველოს წარსულის, დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეუხებელია ოჯახის, საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. მეორე, მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული და ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება. მესამე, ქვეყანაში განათლება კონსტიტუციურად არის აღიარებული როგორც პრიორიტეტი და განათლების სფეროს ყველა წარმომადგენელი უნდა მოექცეს საერთო სახალხო ზრუნვის ქვეშ. ვთავაზობთ, რომ საქართველოში საშუალო განათლება უნდა გახდეს აუცილებელი. მოვა დრო, საქართველოში იქნებიან ეროვნული ძალები, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა, სადაც უმაღლესი განათლება გახდება საბოლოო. მეოთხე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, იღებს ქვეყნის საგარეო, თავდაცვით, დემოგრაფიულ, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებათა დოქტრინებს. მეხუთე, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს იღებს ვალდებულებას, რომ მისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის მიმართ ომი არ დაიწყება და არც სხვას მისცემს უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიმე ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მეექვსე, საქართველოს თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს ჩვენთვის განსაზღვრელი პუნქტია. ნებისმიერმა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მასთან რომ ვიმეგობროთ, ან ვითანამშრომლოთ, ეს პუნქტი უნდა იყოს დაცული და კიდევ ერთხელ წავიკითხავ. საქართველოს თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მეშვიდე პუნქტი. ყოველი ქართველი და აფხაზი, დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, დაბადებისთანავე იქნება საქართველოს მოქალაქედ. მერვე პუნქტი. საქართველოს იცავს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. მეცხრე პუნქტი. საქართველოში კორუფცია და ნეპოტიზმი, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ითვლება სახელმწიფო ღალატად, რისთვისაც ქართულ კანონმდებლობაში აღდგენილი უნდა იქნას სამშობლოს ღალატის როგორც დანაშაულის შესახებ სპეციალური მუხლი. მეათე. საქართველოსთვის მიუღებელია ქვეყნის გარედან დაფინანსებული პარტიების, საინფორმაციო საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა. სახელმწიფო უნდა გახდეს მათი საქმიანობის ხელშემწყობი გარანტი. საქართველოს ბიუჯეტის 1% სწორედ ამ მიზნით უნდა იქნას გამოყოფილი. მისი განაწილების წესი უნდა დაარეგულიროს სპეციალურმა კანონმა. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ გარედან შემოსული ფულის კონტროლი ხდებოდეს, მაგრამ ასევე უნდა იყოს საქართველოში ცალკეული პიროვნებების ფონდებში და სხვაგან არსებული ფულის კონტროლი. არ შეიძლება აკონტროლოს სხვა გარედან შემოსული ფული და ქვეყანაში იყოს ფული, რომელიც უფრო ანგრევს ქვეყანას, ვიდრე ჩვენ ზოგჯერ წარმოგვიდგენია. მე-11. კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება თოთ ამ პუნქტს დავაკვირდეთ კარგად. აქ არის განმარტება, რას ნიშნავს საქართველოს მთავრობა. კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანისთვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევა და დუზროლყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. ჩვენ ვეუბნებით ყველას,
გააკეთეთ ეს და იყავით ხელისუფლებაში. ვისაც შეგიძლიათ ამის გაკეთება მოდით ხელისუფლებაში. ვისაც არ შეგიძლიათ ამას ვერ აკეთებთ, წადით, იმიტომ რომ კონსტიტუციურად თქვენ უკვე გადიხართ საქართველოსდან. დღემდე საქართველოს არ ყოლია კონსტიტუციური ხელისუფლება. განსაკუთრებით 92 წლიდან არც ერთ ხელისუფლებას ეს არ შეუსრულებია. ამიტომ არც ერთი ხელისუფლება არ ითვლება იმ ხელისუფლებად, რომელიც არის საქართველოს და ქართული ხალხის ხელისუფლება. მე-12 კონსტიტუციურად უნდა იქნას განმტკიცებული, რომ ქვეყნის პატრონი არის ხალხი, ხოლო ხელისუფლება მისი მსახური. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით. დოქტრინაც და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების მიღება არ უნდა იყოს პარტიების პრეროგატივა და უნდა ხდებოდეს რეფერენდუმით. ხალხს რეფერენდუმის მეშვეობით უნდა შეეძლოს როგორც ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მიღებული კანონების გაუქმება ან მათში შესწორება, ასევე შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ინტერესების გადახვევიდან გამომდინარე ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამოწვევა პარლამენტიდან, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა მიღებული იქნას ახალი კანონი რეფერენდუმის შესახებ. გარკვეულ ჯგუფებს ჩვენ მიგვაჩნია და ამას მხარს ვუჭერთ, რომ ეს კანონიც რეფერენდუმის წესით უნდა იქნას მიღებული. მე-13 ჩვენ გვთავაზობენ იმას, რომ დაემატოს პუნქტი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების და სრული გამჭვირვალობის თაობაზე. ასევე გვთავაზობენ, რომ არა მარტო სახელმწიფოს, არამედ კერძო პირებსაც არ ქონდეთ უფლება უძრავი ქონება, მიწა და სახლი მიიყიდონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. იმიტომ რომ თქვენ იცით ეს როგორ შემოვიდა ჩვენთან, ძალიან ბევრი პიროვნება, ეხლა ასე შემოდიან ჩვენთან არაბები, ირანელები და ისინი აფორმებენ, ასე მიცემენ სესხს, თქვა 100.000, 200.000 ჩუქნიან ფულს, გარანტად დებენ სახლს, მიწას, მერე ამ წინასწარაა დაგეგმილი, რომ ამ ფულს ვერ გადაიხდის ის პიროვნება და შესაბამისად სახლი და მიწა ხდება გადადის მის მფლობელობაში. ამიტომ ჩვენ პრინციპულ პოზიციას ვაყალიბებთ, რომ არავის არ უნდა ქონდეს უცხოელებზე მიწის და რაიმეს მიყიდვის უფლება. ბრიტანული მაგალითი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიწა არის სარგებლობის უფლებით, არავის არ აქვს უფლება, არც ბრიტანეთს, ინგლისელს არ აქვს უფლება მიწა გაყიდოს, გაასხვისოს. მის საკუთრება არ არის. მიწა ითვლება დედოფლის საკუთრებად. და დედოფალი არის საერთო სახალხო სიმბოლოს გამომხატველი. ჩვენ ასეთი რამეების გათვალისწინება მომავალში დაგჭირდება. ქართული ერთობის ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო დოკუმენტი უნდა საერთო სახალხო განხილვისათვის უნდა გავიდეს. ჩვენ ამ დღევანდელი განხილვის შემდგომ მას წარმოადგენთ პარლამენტში და მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ის პიროვნება, როცა გამოცხადდება ეს ხელმოწერა ამაზე, დღეს ხო არ ვაწერთ ჩვენ ამაზე ხელს, გამოცხადდება ხელმოწერა ამაზე, ალბათ ამას გავაკეთებთ ჩვენ 26 მაისს, მას შეიძლება შეეცვალოს როგორც ქარტია, შეიძლება მანამდეც ყველანი ვინც აქ ვართ და გარეთ მოვაწერთ ხელს და ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ ჩვენ მივიღეთ ამ დოკუმენტის საბოლოო სახე.